თბილისის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი სტუმრობენ. მათ შეხვედრები კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლში გამართეს. შეხვდნენ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. თუ რაზე ესაუბრა იურგენ ბოსი ჩვენს კორესპონდენტს, ამას შორენა კოპალეიშვილის რეპორტაჟში მოისმენთ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის იურგენ ბოსისა და ვიცე-პრეზიდენტის ტობიას ვოსის საქართველოში სტუმრობა კულტურის სამინისტროში ვიზიტით დაიწყო. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ყველათ შევხვდებით ერთმანეთს და შემდეგ უკვე ისინი გაიტანენ თავიანთ საბჭოზე ამ საკითხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე წელს ჩვენ აუცილებლად ეს ვიქნებით. რაც ნიშნავს, მთელი ერთი წლის განმავლობაში მთელი გერმანიის ტერიტორიაზე იქნება პოპულარიზაცია ქართული წიგნის, ქართული ხელოვნების, კულტურის. მოგვიანებით საგამომცემლო სფეროსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის შესახებ საუბარი პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენციაში შედგა. საგამომცემლო სექტორის გაცნობა მწერალთა სასახლეში შეხვედრისას შედგა. ვიზიტის მთავარი მიზანი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. როგორც ქრონიკასთან საუბარში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ სტატუსის მიღება ახლო მომავალშია შესაძლებელი. ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე, ეს სავსებით რეალურია, მაგრამ არა ამ წელს, არამედ მომავალში საქართველოს აქვს ამის შესაძლებლობა და ეს კულტურული მემკვიდრეობა, რამაც მე პირადად ძალიან გამაოცა, რომ დამსახურებულად მოხდეს საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში. დღეს შევხვდი კულტურის მინისტრს, პრემიერს, ამჯერად კი რამდენიმე გამომცემლობის წარმომადგენელს და მე მომეწონა მათი მისწრაფება, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი წიგნის საერთაშორისო საგამომცემლო საქმეში. With the international world of publishing to get more titles translated from Georgian into our language. უფრო მეტი ვიდრე წიგნის ბაზრობა, 300,000-ზე მეტი დამთვალიერებელი და 7,500-ზე მეტი წიგნის გამომცემლობა ფრანკფურტის სოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ წიგნის ბაზრობაზე. იურგენ ბოსი აღნიშნავს, რომ ციფრულ სამყაროში წიგნზე მოთხოვნა ყოველთვის არის და იქნება აქტუალური. If you really want to თუ შენ მართლა გინდა წაიკითხო მაგალითად ნოველა, დაბეჭდილი, მაშინ შეიძენ წიგნს. თუ არ გინდა, მაშინ გაეცნობი მის ელექტრონულ ვერსიას. მე არ მიმაჩნია, რომ წიგნს თანამედროვე სამყაროში ყავს კონკურენტი. წიგნს როგორც ასეც, ადგილი ყოველთვის მოეძებნება ადამიანის ცხოვრებაში. საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საშუალებას მისცემს არა მარტო ლიტერატურის, არამედ საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გამართოს.